კი, მოგესალმებით. დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენი სტუმარი. დღეს ალბათ მოისმინეთ რეზოლუცია, შეფასებები რეზოლუციაზეც, რომელიც გაკეთდა როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მხრიდან. საინტერესოა, რა არის თქვენი პოზიცია, რა იკითხება თქვენთვის ამ რეზოლუციით? არაფერი, ყველაფერი გამარჯობათ პირველ რიგში. მადლობას გიხდით მოწვევისთვის. ყველაფერი ცხადია. ესე იგი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიღებული რეზოლუცია აპრილში, ესე იგი, იდეალურად მივდიოდით და ყველაფერს ვაკმაყოფილებდით, და ერთ თვეში უცბად შეიცვალა ყველაფერი, აბსოლუტურად თავდაყირა დადგა ყველაფერი. და რა თქმა უნდა, ეხა ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ზუსტად ეს რეზოლუციის ტექსტი და მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი ხანია, 30 წელიწადია საქართველოს მოსახლეობა და ქართველი ხალხი ყველაფრის საქმის ყურშია და ყველაფერს ძალიან კარგად ხვდება. სად არის სიმართლე და სად არის ტყუილი. და ვისაც არ უნდა უნდოდეს, როგორც არ უნდა უნდოდეს, რომელ ქვეყნებსაც არ უნდა უნდოდეს, თავს არავის არ მოვატყუებინებთ და არავის, ესე ვთქვათ, პირველ რიგში ჩვენ საკუთარ ქვეყანას დავიცავთ. ეს არის კიდევ ერთი ომში ჩათრევის მცდელობა, შანტაჟზე აყვანა, კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის და მთელი საქართველოსი ესე გამოდის, იმიტომ რომ ვიცით ჩვენ რა დროს გამოჩნდა ივანიშვილი და რა სიტუაციაში იყო მთელი ქართული საზოგადოება და მოკლედ იმას რომ თავი დავანებოთ, რომ 3 მილიარდი ინვესტიცია აქვს დახარჯული ამ ქვეყანაში და პრინციპში გამოდის, რომ ესე იგი მთლიანად საქართველოს უწესებს სანქციებს, ესე იგი ამის გამო, ხო? მოკლედ ერთ რაღაცას ვიტყვი იმას, რომ საჯიჯგნად არავის არ მეუგდებთ ბიძინა ივანიშვილს და ამის გულისთვის ყველა ნახავს ძალიან კარგად, როგორ დადგება საქართველოს ფეხზე და რას გააკეთებს და როგორი მტკიცე იქნება ჩვენი ერთობა. ეს რას ნიშნავს, რომ ესე იგი ამომრჩევლების უდიდესი ნაწილის წინააღმდეგ წავიდნენ, ესე ვთქვათ, ამ რეზოლუციით? თუ რას ნიშნავს ბიძინა ივანიშვილზე სანქციების დაწესება, გამაგებინეთ რა. ადამიანზე, რომელიც 2012 წელს მოვიდა და რადიკალურად შეიცვალა ყველაფერი, მაგრამ ახია ჩვენზე, რომ ამაზე არც კოჰაბიტაციაც თავისთვის გამოიყენეს და ყველაფერი თავისთვის გამოიყენეს, მაგრამ პირობას ვიძლევით, რომ მაგათმა არიციან კიდე რა არის საქართველო. აი ჯერ კიდე სულხან საბას დროიდან რომ აწოციალეს ის კაცი და ჩამოვიდა და აი როგორც მე-15 კაცად მიიღეს, ხო, ლუდოვიკო მე-14-ემ. აი ესეთ სიტუაციას გვიკეთებენ ახლა, ხო, ვითომ თითქოს პოლიტიკურს რა, არ გამოუვათ, იმიტომ რომ აი როგორ დადგება საქართველოს ფეხზე, დაგანახებთ აგერ რა. მოვიდეს ერთი 23 და 24 რიცხვი და ვნახოთ ერთი რა გადაწყვეტილებას მიიღებენ რა. რა შანტაჟია ესა? რეზოლუციაში ხა ბიძინა ივანიშვილი და მასზე სანქციები 5-5ჯერ რომ მეორდება და 4-4ჯერ რომ მეორდება, თქვენ გონიათ რომ შანტაჟს წამოვეგებით ხა ჩვენ საქართველოს მოსახლეობა? აბა ვნახოთ. ლობიო დაგჭეს მარტო და გასაყოფი ქონ იმას გავიყოფთ და არავისი არაფერი არ გვინდა. მაგრამ ჩვენი ქვეყანა ომში არ ჩაერთვება და ეს ხელისუფლება ისჯება ზუსტად იმიტომ რომ მშვიდობაა ქვეყანაში. აი ეს არის რაც ყველაზე უფრო მთავარი უნდა გამოვიტანოთ ამ რეზოლუციიდან და ვისაც გონია რომ იქ ის დაეხმარება, იქიდან შანტაჟს ვიღაცა აყვება, სუთხუილა გონია. აი ეხა უნდა შედგეს საქართველო. ეს არის დღეს წყდება საქართველოს სუვერენიტეტის ბედი. თორე ბატონების და პატრონების ცვლით მონობა არ მთავრდება. გინდა რუსი ბატონი ყავდეს და გინდა ამერიკელი ბატონი. აი ესე იქნება დღეს გადაწყდება საქართველოს ბედი, აი ნახოთ რა პასუხი მოვა. თუ მოვა, ესე იგი არის რამოდენიმე ვარიანტი. მოვიდეს უარყოფითი პასუხი და გაეცემა შესაბამისი პასუხი, მოვიდეს დადებითი პასუხი, მაგრამ მოვიდნენ სანქციებები ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში, მაგასაც გაეცემა შესაბამისი პასუხი და ყველაფერს მოკლედ რაც პასუხიც მოვა იქიდან, ადეკვატური პასუხის გარდა. იმიტომ რომ ყველაფერი გავაკეთეთ ჩვენ. ჩვენ ყველაზე დიდი მისია შევასრულეთ ნატოში და 79 ბიჭის სიცოცხლე დავდევით იქა. მეტი ამაზე უკეთეს ვერაფერს ვერ შევასრულებთ. გია, სანამ აი პერსპექტივაზე ვილაპარაკებთ. თუ შეიძლება აი რეზოლუციის მთავარ თემასაც რო შევეხოთ. კი ბატონო.
ეს არის მედიის უფლებების დარღვევა, ჟურნალისტების უსაფრთხოება და აქ არის მოყვანილი ესეთი ფაქტები და მსჯელობა, როგორიც არის მაგალითად რომ ნიკა გვარამია არის კრიტიკული მედიის თავისუფლების სიმბოლო, არის მოწოდება რომ სააკაშვილი უნდა იქნეს გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო თქვენ რა რეაქცია გაქვთ? ჩვენ ხედავთ ძალიან კარგად ხედავს ქართული საზოგადოება მაგდა ჩემო კარგო რა ხდებოდა მაშინ და რა ხდება ეხა. მედიის მიმართულებითაც ყველაფერს ლაპარაკობს, ყველანაირი ტელევიზია იხსნება, არავის არაფერი არ ეგრძალება და მაშინ რა სიტუაცია იყო ბომბების სროლა სტუდიებში ძალიან კარგად გვახსოვს. ამიტომ რომ ნუ გვასწავლიან რა არის და როგორ არის თავისუფლება, თავისუფალი სიტყვა და დემოკრატია კიდე რა. მაგრამ ფაქტები უნდა დავარქვათ და ახმები. აი ეს არის მაგათი უბედურება, რომ ახმებს უნდა თვითონაც დაუჯერონ და ჩვენც დაგვაჯერონ. მაგრამ გავლილი გვაქვს ჩვენ ეტაპი 2008-ში. ჩვენ არ აუყვებით არავითარ შემთხვევაში ამათ შანტაჟს. და ეს არის დღევანდელი რეზოლუცია შანტაჟი. პირდაპირ ვიძახი. და პირდაპირ აი აგერ მიუმართავ საბჭოსაც, ევროგაერთიანებასაც და ყველას, ვინც ამ რეზოლუციის ტექსტს ხელი მოაწერა. კარგად დაფიქრდით. ძალიან კარგად დაფიქრით, თორე ჩვენზე უკეთესად ევროპაში შესვლა, რომელსაც ქრისტიანული და მორალურად გამართული ევროპა ქვია, არავის არ უნდა. ჯერ კიდე მე-17 საუკუნიდან სულხან საბა ორბელიანი დადიოდა ამის გულისთვის და აწიოკებდა იქაურობას, ყველა კარი აამტუტა, სადაც კი შესასვლელი იყო, ყველგან შევიდა. მაგრამ გეუბნებით, ეს არ გამოვა არავითარი შანტაჟის ხარჯზე. არ გამოვა. ძალიან კარგად გვახსოვს ჩვენ რა ხელისუფლების დროს ცხოვრობდით და ძალიან კარგად გვახსოვს ეხლა რა არის. გია, ევროპარლამენტარების ნაწილი, რომლებიც წლებია ევროპარლამენტში მუშაობენ, იცნობენ საქართველოს სიტუაციას, მათ შორის იციან სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულებები და მათ შორის მედიის შევიწროების ფაქტები. როდესაც ისინი დღეს უფრო პარალელს ავლებენ კი არა, უფრო აღმატებულ ხარისხში აყავთ დღევანდელი მდგომარეობა მედიის თავისუფლების კუთხით და ამბობენ, რომ უფრო უარესი ვითარებაა ვიდრე ოდესმე. როგორ ფიქრობთ, რატომ რას ეფუძნება მათი ეს განცხადებები, რა მიზანი აქვს? ომის დაწყება უნდათ გეუბნებით რა. ეს არის დრო, მოცემულობა, როდესაც საქართველოს ჭირდება დრო. რაღაც დროის პერიოდი ჭირდება, რომ გავიდეთ სამშვიდობოს, მაგრამ აი არ გვაძლევენ ამ დროს. ხან აქედან შემოგვიტევენ, ხან იქიდან შემოგვიტევენ. თავიანთ, ესე ვთქვათ, უნდა ჩაგწერონ თავიანთ გაკეთებულ პროექტში, სადაც უკრაინა ძალიან კარგად ჩაწერეს და ჩვენ ჯერჯერობით ვერ ვეწერებით და გიჟებს გვანან. არც ჩავეწერებით. კარგად დაფიქრდით, რას აკეთებთ. კიდევ ერთხელ მინდა მივმართო სულ ყველას, ვინც ამას ემსახურება, შიგნით თუ გარეთ. არ ჩავეწერებით ამ პროექტში. ისევე როგორც არ ჩავეწერეთ ადრე, როდესაც დაიწყო ეს პროცესები, იმიტომ რომ როგორ ხაფანგში შეათრიეს უკრაინა ყველამ ერთად, ვისაც ეს უნდოდა, ხო? ისეთ ხაფანგში ჩვენ ვეღარ შეგვათრევთ. გავლილი გვაქვს 2008 წელი და ძალიან კარგად ვიცით, ვინ რისი გამკეთებელია, ვინ რითი დამხმარია და ვინ რისი მეომარია, ყველაფერს თავი დავანებოთ. ვინც აქ ომს გვიყიჟინებს. ოპოზიცია ცხადი არ გაუშვებს შანსს ხელიდან, რომ გამოიყენოს ეს კრიტიკა, ეს ტექსტი კონკრეტულად და უკვე დაანონსებულია აქციები, ისინი გეგმავენ, რომ აი გადაწყვეტილებას ევროკომისიის მიერ მისაღებ გადაწყვეტილებას შეხვდნენ საპროტესტო აქციების ტალღით. როგორ ფიქრობთ, რა შანსი აქვს მათ ეს სამოქალაქო პროტესტის ორგანიზების? აი ესე ვიტყვი პირდაპირ რა, ტალღას რო ახსენებთ, ხო? უნდა დაამატოთ რა. რა ტალღა საზოგადოება ყველაფერს ძალიან კარგად მიხვედრილი. სად არის სიმართლე, სად არის ტყუილი და რა გაუკეთეს უკრაინას და რას გვიპირებენ ჩვენ. აი ეს 2x2 4-ია და მივიდნენ ააგორონ ეხა ტალღა რა. გამორიცხულია საქართველოში ეს ტალღა არ აგორდება. გამორიცხულია. აი ეხა როგორც მე აი ამ კამერაში ვიყურები, ისე გეუნებით რომ საქართველოში ტალღა არ აგორდება. როგორ თუ ადამიანების ნაწილი დაიჯერებს, რომ ევროპისკენ გზა ჩაკეტილია, როგორ არ აგორდება ასეთი ტალღა? ევროპისკენ გზა ჩაკეტილი არ არის. მარტო ეს რეზოლუციებია, თუ მაგაზე გადის, ჩვენი ომში ჩათრევაზე გადის ევროპისკენ გზა, მაშინ ჩაიკეტოს. არაერთხელ ჩაკეტილა და ეხაც ჩაიკეტოს, თუ ჩვენი ომში ჩათრევისკენ გადის ეს გზა რა. არ მინდა და არც არავის არ მოუნდება დარწმუნებული ვარ.
რაც თუ ბიძინას სანქციებებზე გადის, თუ ევროპაზე გადის, აი ამაზე რომ ჩვენ ომში არ გვინდა. ბატონო, არც ეგეთი ევროპა გვინდა, არც ეგეთი ამერიკა გვინდა და არავინ არ გვინდა. მიუხედავთ, გეუნებით ჩვენ სულ მარტო ლობიოზე რომ დავრჩეთ თქო. ჩვენ არა მოვწყდებით. ჩვენ ვართ ერი, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა ჩვენამდე მოიტანეს და ჩვენც უნდა გავაგრძელოთ. და ვისაც ამოწყვეტა უნდა და ჩვენზე ერთი-ორი ქულების დაწერა რომ თურმე როგორ იბრძვიან კიდე საქართველოს რუსები ვერ ეღირსებიან ამას. უკრაინაში ეს შეუსრულდათ და აქ არ უსრულდებათ და იმიტომ გვანან გიჟებს და აბა ეხლა ნორმალური კაცი გამაგებინეთ რა ადამიანს რა მნიშვნელობა აქვს ვინ არის ხო უმრავლესობით არჩეული კაცი მოსული აი ბედის წერის პირდაპირ ღმერთის გადმოგდებული რომ აი იმ სიტუაციას გადაარჩინა საქართველო თქვენ როგორ გონიათ რომ ეხლა ამ კაცს აჯიჯგნათ მიუგდებს საქართველო კი ბატონო ნახოთ იცით იქნებ მაინც უფრო განგვიმარტოთ რატომ უკავშირებთ ამ კრიტიკას მეორე ფრონტის გახსნის შესაძლებლობას იმიტომ რომ ხელისუფლებას აკრიტიკებენ ევროპარლამენტიდან იქ სასამართლოსთან დაკავშირებით ეუბნებიან რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება აქვს რომ მედიის უფლებებს უდავს მაგრამ არავინ არ ახსენებს ახლა რომ უნდა უშოთ უკრაინის თემა და უნდა იყოს ჩართული ეს არის სანქციების მიზეზი თუ სასამართლოში პრობლემაა რაღაცა ეს არის სანქციების მიზეზი კარგად წავიკითხოთ იქ რა წერია რა პუტინი და იმეორებენ აქაურების სიტყვებს რასაც ესენი ლაპარაკობენ ეს არის სანქციების მიზეზი რომ თურმე სასამართლოში ყოფილა ნაბიჯები წინ გადასადგმელი ეს არის შანტაჟი და საქართველო არის ძალიან დიდი ხნის ქვეყანა და არ წამოეგება ამ შანტაჟს რა შანტაჟს წამოაგეთ აი ისინი ის ქვეყნები აი ესე რო გყავთ რა აღარ იქნება საქართველო ამ მდგომარეობაში გამორიცხულია ეგ ამბავი რა პრინციპში კიდე ერთი რაც უნდა გკითხოთ ხელისუფლება რამდენიმე კვირის განმავლობაში საუბრობდა რომ ცალკეული ოპოზიციონერები მუშაობდნენ პირდაპირ იმაზე რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი რეზოლუციაში ახლა ჩაწერილია რომ რეკომენდაცია ეწევა ქვეყანას თუმცა წინ არის 24 რიცხვი როგორ ფიქრობთ ის ადამიანები რომ ოპოზიციიდან გულისხმობ ქართველ ოპოზიციონერებს რომლებიც მუშაობენ ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ თუ მიაღწევენ მიზანს და რა უნდა იყოს საზოგადოების რეაქცია? მოკლედ ამ მიზანს თუ მაგათმა მიაღწიეს საქართველო აღარ იარსებებს. ეს არის გადამწყვეტი წერტილი, სად ან იარსებებს და ან არ იარსებებს. ეს არის მაგათი, ჯერჯერობით აი ეს რეზოლუცია, ხო? ესე იგი უმუშავიათ რა, იმ ადამიანებზე კარგად იმუშავეს და მიაღწიეს ამ რეზოლუციას. აი ეს არის რა, მაგათი მაქსიმუმი. დანარჩენი ახლა უნდა მიაღწიოს ხალხში, საქართველოს მოსახლეობაში. და საქართველოს მოსახლეობა თუ ამაზე ხელს მოაწერს და ესე ორშაურად გაყიდის და დააპრადალებს ბიძინა ივანიშვილს, მაშინ ამის ღირსებით ყოფილვართ, რა გითხრათ აბა? სხვა ვერაფერს სანამ დაგემშვიდობებით ოდნავ განსხვავებულ თემაზე ბოლო პერიოდის განმავლობაში თვალს ვადევნებთ კამპანიას ერეკლე მეორის წინააღმდეგ. ცოტა უცნაურია, მაგრამ ძმები ბერძენიშვილები ამით ახსენებენ თავს საზოგადოებას, რომ აკრიტიკებენ, იწუნებენ და შეურაცხყოფასაც აყენებენ ამ საყვარელ მეფეს საქართველოსთვის. რას ფიქრობთ თქვენ ამაზე? არაფერს არ ფიქრობ იმას, რომ ჩვენ იდენტობას შეურაცხყოფას მოკლედ არავის არ მივცე, არავის არ გაუტარებთ. არც შიგნით და არც გარეთ. არ გაუტარებთ ამას რა. ძლივობით ადამიანებმა, ხალხმა, საზოგადოებამ დაინახა რაღაც რაციონალური ნაბიჯები, რაღაც ნაბიჯები, რომ სიამაყეს მოგრის ჩვეულებრივ მოკვდავს ამ ქვეყანაში, ხო? რაღაც აი თუ მართლა შეიძლება რომ ადამიანმა იგნოს რომ აი დამოუკიდებელი ქვეყანა ხარ, რაღაცა შენ დამოუკიდებელ ნაბიჯებს დგავ და შენ გადაწყვეტილებებს იღებ, ხო? აი ამ ბოლო პერიოდში გამოჩნდა. და პატარა სხივი გვირაბის ბოლოს ამ პერიოდში გამოკვდა. ესეც თუ ჩავაქრეთ და დაუბრუნდით ისე მონობის პერიოდში ან რუსი, ან ამერიკელი, ან ევროპელი და ან ვინმე კუბილიუსი, ხო? არ მოხდება ეგ ამბავი, იმიტომ რომ მივედით, მიგვიყვანა ღმერთმა აქამდე და გვანახა რომ აი ეს არის ჭეშმარიტების გზა, ესე გადავრჩებით. გადავრჩებით კიდევაც, გავერთობით კიდევაც და განვითარდებით კიდევაც ძალიან მაგრად რა. და არ ამგონია ეხა ისეთი ჭკუასუსტები იყვნენ ევროპაში რომ აი ამის გულისთვის ეხა რაც ხდება
აღქმების ვიღაცის ტყუილების და აღქმების გულისთვის საქართველოს დაკარგოს ევროპაში გზა და ესე ვთქვათ კარი ჩაუკეტონ, იმიტომ რომ ვიღაცეები აქედან ტყუილებს აჯერებენ ვიღაცეებს. არა მგონია. ნიკამელიას დაანონსებულ აქციაზე კი კითხეთ, მაგრამ არ შემიძლია ისე გაგიშვათ ამ ეთერიდან, რომ ეს არ კითხოთ. თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც წლების განმავლობაში გამოყავს 10,000 ადამიანი, მათ შორის ეს იყო სააკაშვილის ხელისუფლების დროს, როდესაც მართავდით საპროტესტო აქციებს. დღეს ის ოპოზიციონერები, ვინც რევოლუციაზე და ხელისუფლების აქციების გზით შეცვლაზე ოცნებობს, რას ეტყოდით მათ, რა დროს გამოდის ადამიანების ფართო მასა ქუჩაში? ბოდიშს მოგიხდით და იმ ადამიანებს ბოდიშსაც მოუხდი, ვიზეც ახსენეთ, რომ მე გამომყავს ვინმე ქუჩაში. მე ქუჩაში არავინ არ გამომყავს. უბრალოდ ეს ადამიანები ფიქრობენ ისე, როგორც მე ვფიქრობ. და ზუსტად ესე იგი და გამოდიან იმ დროს, როდესაც გამოსასვლელია. ეს არის შეურაცხყოფა, რომ მე ვიღაც გამომყავს იმ ადამიანების, ვინც გამოდიან. ანუ გულისხმობ თქვენ მოწოდების დროს ეს ადამიანებიც გიერთდებიან ხოლმე. მე შეიძლება უფრო მეტი საშუალება მაქვს ტელევიზიაში გამოვშდე და თქვა ის, რაც ყველას ერთად გულში გვიდევს. მეტი მე არავითარი პრეროგატივა და პრიორიტეტი არ მაქვს რა. არა, გია, ჩემი კითხვა სხვა რამეს ეხებოდა. მთელი საქართველო დადგება იქ, სადაც უნდა დადგეს. მე რა შუაში ვარ? მე შეიძლება ავად ვიყო საერთოდ იმ დღეს და საერთოდ ვერ გავიდე, მაგრამ ის ხალხი მაინც გამოვა იქ. იმიტომ რომ იციან, როდის არის გამოსასვლელი, როდის უჭირს ქვეყანას და როდის უნდა გამოვიდეს. მე აქ არაფერ შუაში არა ვარ. არა, მე სხვა რამ ვკითხეთ, თქვენ ადამიანი ხართ. ესე იყო ეხლა 9 აპრილს 2 წლის წინ სტადიონი რომ გაივსო და ესე იქნება ეხლაც. და იმიტომ რომ იქ რო ხალხი გამოდის, ყველა ის ხალხი გამოდის, ვისაც ნაფიქრი აქვს თავის ქვეყანაზე და ვისაც უყვარს თავისი ქვეყანა. აი ეს მე არავინ არ გამომყავს. მადლობა გია. გია. შეურაცხყოფაა იმ ხალხის კიდე ერთხელ ვიტყვი, ვიზეც იძახით ამას, რომ მე ვიღაცა გამომყავს. ეს არ გამოვყავთ მაგათ. სხვა რამეს გეკითხებოდით, კითხვის მიზანი იყო, რომ ადამიანებს, ვისაც ახლა რევოლუციის მოხდენა უნდა, რა შანსი აქვთ ამით თქო, ეს იყო კითხვის მოკლე შინაარსი. აი, 0 შანსი აქვს ამისი რა. გასაგებია. მადლობა გია გაჩეშილაძე. უნდა გაფწყინდეს. და უნდა გაფწყინდეს სიყვარულში ყველასთან აბსოლუტურად, ნებისმიერ ქვეყანასთან. არავისთან არ უნდა ვიყოთ დაძაბულ მდგომარეობაში და სიყვარულით უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ძმები და იმ ძმების მეშვეობით ის ტერიტორიები, რაც დაკარგული გვაქვს. დიდი მადლობა გია ინტერვიუსთვის. მადლობთ დაგემშვიდობებით. სიყვარულით. აი ეს არის ერთადერთი გზა, რითიც შეგვიძლია რომ ჩვენ ვიყოთ ის ქვეყანა, რაც უნდა ვიყოთ სამაგალითო. მადლობა ინტერვიუსთვის, გია გემშვიდობებით, გია გაჩეშილაძე იყო ჩვენი სტუმარი.